გაიხსნა გორში საგუნდო ფესტივალი, ჩვენი ქალაქის კულტურული განვითარებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გორის მუნიციპალიტეტის მერია მხარში უდგას ამ მსგავს ტიპის ღონისძიებებს, იმ ადამიანებს, ვინც აორგანიზებს ამ ფესტივალებს და მგონია რომ სამომავლოდ ამ ტიპის ღონისძიებები ჩვენი ქალაქის კულტურულ ცხოვრებას კიდევ უფრო გაზრდის, კიდევ უფრო განავითარებს და მოხარულები ვიქნებით თუ მომდევნო წელს კიდევ განმეორებით ჩატარდება მსგავს ფესტივალი. ეს არის ჯემალ ბეგლარიშვილის საიუბილეო წელი. გორელი კომპოზიტორის გორის ჰიმნი გაიჟღერს. ეს დღე იყო განსაკუთრებულად დატვირთული ბატონ ჯემალ ბეგლარიშვილის შედევრებით, თუმცა ყოველ საფესტივალო დღეს ეს მუხტი გაჰყვება და მთლიანად მიეძღვნება ფესტივალი ბატონ ჯემალის 85 წლის იუბილეს. დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან შესრულდა პაპაჩემის ნაწარმოებით ჩემი გორის სცენაზე, როდესაც პაპას ნაწარმოებით სრულდება სცენაზე, გამორიცხულია ის, რომ არ დასრულდეს ცრემლების გარეშე. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა მონაწილეს, რომელიც დღეს იდგა სცენაზე და თავისი როლი შეასრულა. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი გორის მერის შემსრულებელს ბატონ კონსტანტინეს,